ვაიმე ამ სფეროში ძალიან დიდი კონკურენცია და მაგიტომაც ვერაფერს ვერ გავაკეთებ. აი იზღება ესეთი ხალხი, როგორ მაგიზიანებთ ღმერთო. რამე გააკეთე იმისთვის რომ ეს კონკურენცია დაძლიო ბაზარზე? ანუ მარკეტის ბაზრის ბრალია ყველაფერი. მე ძალიან მაგარი ვარ ახლა. კონტენტის გადაღებას არ დავიწყებ უკვე, ყველა იღებს კონტენტს და აზრი არ აქვს. YouTube არხსაც არ დავიწყებ, იმიტომ რომ ყველას YouTube არხი აქვს და მე ვინღა მიყურებს. ფიტნესის სფერო უკვე გადავსებულია, ფიტნეს ტრენერებით და კვების კონსულტანტებით. აი ეგეთი ხალხი რომ აღიზიანებთ და ფსიქიკაზე რომ მოქმედებთ ისე, აი არ ვიცი, ალბათ ქართველი გამოსცირებული მამაკაცი რომელიც ხედაღამე ეწევა და სვამს, მხოლოდ ეგ მაგიზიანებს უფრო მეტად ვიდრე ესეთი. და ორივე ერთად იქნება ჩემი აზრით. თუ ესეთი აზროვნება აქვს ადამიანს, რომ ყველგან მგონია რომ დიდი კონკურენცია ამას ვერ დავიწყებ. რამე გააკეთე? იმისთვის რომ ეს კონკურენცია დაძლიო ბაზარზე? ხარ თავად კონკურენტუნარიანი ადამიანი რომ დაძლიო კონკურენცია ბაზარზე? ყველაფერი გადავსებულია. აი როგორც თავს იმართლებ ბიზნესებში, ისე თავს გაიმართლებ ყველგან და ყველგან გეგონება რომ ხარ მართალი. და ზუსტად მაგის გამო იქნები ჭაობში მთელი ცხოვრება. რომელი სფერო დღეს არის გადავსებული ექსპერტებით? არ არსებობს ეგეთი რამ. თუ შენ აკეთებ სწორ მოქმედებებს, თუ გაქვს სწორი ჩვევები და მიმართავ შენს ენერგიას სწორ საქმეს და არ გაქვს სინანული შეგრძნება იმის გამო რომ წინა დღეს მარიხუანა მოწიან გამოსცირებულ მეგობრებთან ერთად გაერთე, თუ შენ სრულად ხარ ჩართული საქმეში, შენ ის აუცილებლად დაგიფასდება. გადაიღე ყოველ დღე ნებისმიერ სფეროსთვის, ნებისმიერი სფერო აირჩიე. ფიტნესი, კვება, რავი, ფსიქოლოგია, ნებისმიერი ერთი ნიშა აირჩიე, ყოველ დღე გადაიღე რილსი ამ თითო სფეროსთვის. და ზუსტად 90 დღეში მითხარი, აბა, როგორია გადავსებული ბაზარი. ზუსტად 90 დღეში ნახავ, აბა, რამდენი ადამიანი მოგწერს, რამდენი გამომწერი გეყოლება. მორჩი თავის მართლებას გთხოვ. და თუ ეგეთი ადამიანი ხარ, საერთოდ არ მომწერო. წარმატებები.